მოგესალმებით, მე ვარ გიორგი გვასალია, მიმყავს ბიბლიური ფასეულობების კურსი და დღეს წარმოვადგენ თემას, რომლის სათაურია ცივილიზაცია როგორც ცოდვით დაავადებული კაცობრიობის გამოხატულება და მისი განვითარების ბიბლიური ხედვა. საკმაოდ ისეთი ფართო სათაურია, მაგრამ ჩვენ მოკლედ რომ ვთქვათ, ვისაუბრებთ იმასთან დაკავშირებით, რომ ცოდვითაცემული კაცობრიობა მრავლდება და შესაბამისად ეს გამრავლება გამოიხატება ცივილიზაციების წარმოქმნაში. გავიხსენოთ, როდესაც საუბრობდით კაინის მიერ აბელის მოკლასთან დაკავშირებით, თქვით, რომ ეს მკვლელობა არის გამოხატულება იმ მტრობისა, რომელი მტრობაც დაიწყო გველსა და დედაკაცს შორის, გველის თესლსა და დედაკაცის თესლს შორის და რომელსაც თავისი ლოგიკური გაგრძელება და დასასრული ექნება გოლგოთის მთაზე და ახლა უბრალოდ ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ კაინი, რომელმაც თავისი ძმა მოკლა, ამ კაინის ისტორია გრძელდება და წმინდა წერილი გვაუწყებს, რომ აბელის წილს სხვაც შეეძინება ადამსა და ევას, ეს არის სეითი და მეორეს მხრივ აი სეითის ისტორიასაც წარმოგვიდგენს წმინდა წერილი. ანუ ახლა ჩვენ წინა შეხვედრაზე აღნიშნავდით და ახლაც აღნიშნოთ, რომ ეს კაინი და სეითი და იქ თქვა სეითამდე აბელი მხოლოდ ესენი კი არ აყავს ადამს და ევას, არიან სხვა შვილებიც, მაგრამ წმინდა წერილი ახსენებს მხოლოდ ამ სამს უკვე, ხო? ანუ ახსენებს იმას, ვინც ჭირდება და ეს წმინდა წერილის თხრობის თავისებურებას წარმოადგენს. ამიტომ ახლა ჩვენ ვსაუბრობთ სწორედ აი ამ პიროვნებებზე, რომელი პიროვნებები წერილმა წარმოგვიდგინა როგორც ორი ცივილიზაციის საწყისი, კაინის ცივილიზაციისა და სეითის ცივილიზაციის საწყისი და ამ ნიშნით გვაინტერესებს ჩვენ სწორედ ის და ამ ცივილიზაციური განვითარების ბიბლიური ხედვას მივაქციოთ ყურადღება. ჯერ კაინზე თქვათ ორიოთ სიტყვა, კაინი არის პიროვნება, რომელსაც კვლევის შემდგომ ეცხადება ღმერთი და ეკითხება, სად არის მისი ძმა და კაინის პასუხი გაცილებით თავხედურია, ვიდრე მამამისის პასუხი ისმოდა 64-ის წიაღში ღმერთის მიმართ, ვინ დაადგინა კაინი დარაჯად, მის მეთვალყურედ, მან არ იცის სად არის აბელი და ღმერთი ეუბნება კაინს, ეს რა ჩაიდინე, შენი ძმის სისხლის შემომხაღადებს მიწიდან და წარეხვედრი განეკუთვნება კაინს, რომ ის ძალიან მძიმე ცოდვის ორგანიზატორია, ძალიან მძიმე ცოდვის ჩამდენია და ეს ცოდვა მას დანდევს მთელი ცხოვრების განმავლობაში. ძალიან საინტერესოა ის, რომ კაინი, რომელიც მხილებულია ღმერთისაგან თავისი სინდისით, რომ ის ძმის მკვლელია, უღრმავდება არა თავის მდგომარეობას და უღრმავდება არა იმ დანაშაულს, ადანაშაული ჩაედინა, არამედ ღმერთს ეკითხება, რომ მიუსაფარი ხდება ის და ყველა შეიძლება მისი მოკლა. ვინ არის ეს ყველა? ეს ყველა შეიძლება იყოს არა მარტო მისი ძმები, არამედ შესაძლებელია ფიქრობენ იყოს მხეცებიც, რომლებიც ამ დროს გადაემტერნენ ადამიანს, როდესაც მიწამ ადამიანის სისხლის გემოიგემა, ამ დროს დაიწყეს ადამიანის ხორცის ჭამა. კაინის აი ეს მიუსაფარობა წმინდა წერილში ძალიან ცხადად არის წარმოდგენილი და ღმერთი ეუბნება კაინს, რომ მისი მკვლელი 7-ჯერ უფრო დაიჟებოდა და ნიშანი დაადო მას. აი ყურადღება მივაქციოთ, აი მე ჩვენ გვექნება კმელი საწელი თავისთავად ცხადია და ეს რატო იქნება ამის შესახებ გვექნება საუბარი, მაგრამ საღვთო დამოკიდებულება არ გულისხმობს ნაცვალგებას და ეს ძალიან კარგად ჩანს კაინთან დაკავშირებითაც, რომ თუ კი კაინის დანაშაული რაღაცა სიმძიმისაა, კაინის ნაცვალმგებელი, ანუ კაინის მკვლელი 7-ჯერ უფრო მეტად დამნაშავე და 7-ჯერ უფრო მეტად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება. და წმინდა წერილში ნათქვამია, რომ ნიშანი დაადო ღმერთმა კაინს. ახლა ბევრი კითხულობს ხოლმე, რომ რა ნიშანი დაადო ღმერთმა კაინს, რა არის კაინის ნიშანი? ზოგი მიიჩნევს, რომ ეს არის კაინის როგორც მკვლელის გამოხედვა, მკვლელს რაღაც სხვანაირი გამოხედვა, ცივი გამოხედვა აქვს და ეს გამოხედვა იყო ნიშანი. ნაწილი ფიქრობს, რომ თვითონ საღვთო განაჩენი იყო ნიშანი. მესამე ნაწილი ფიქრობს, რომ კაინის შუბლზე გაწყვეტილი ძარღვი იქნა გამოვერილი და შუბლის ზარღვი გაწყვეტილიო, რომ ნათქვამია ამას უკავშირებენ. და აი მე ძალიან დამაინტერესა რას ამბობდა ამასთან დაკავშირებით წმინდა ეფრემასორი, ვინაიდან მისი ეგზეგეტიკა არის განსაკუთრებული ეგზეგეტიკა, რომელიც ძალიან ხშირად გარდამოცემებსა და იუდაურ წიაღში შენახულ აი ამ ხსოვნას ინახავს და გადმოსცემს. და აი დამაინტერესა, აი თქვა წმინდა მამა, წმინდა ეფრემასორი რას ამბობდა ამასთან დაკავშირებით და აი გაუცებული დავრჩი, როდესაც წავიკითხე ეს ადგილი. წმინდა ეფრემასორი ამბობს,
რა სარგებელს გაძლევ შენ, იცოდე რა ნიშანია ესო და აქ ჩერდება და სხვა თემაზე გადადის. ანუ სადაც მეტად მოსალოდნელი იყო თქვათ ამ ნიშნის განგება, სწორედ იქ წმინდა მამა ამბობს, რომ ამის ცოდნის სარგებლიანობა არ არის და არანაირი ყურადღებას არ აქცევს ამას და უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე იწყებს საუბარს. კაინი გადადის ნოდის ქვეყანაში, დამკვიდრდება ნოდის ქვეყანაში. ჩვენ ახლა შევთანხმდით წინა შეხვედრაზე, რომ პრეისტორიული ხანაა და ეს სიმბოლოები და ეს გვჭირდება ისტორიული სურათის რეკონსტრუირებისათვის და აი ეს ნოდი ნიშნავს თრთოლვას. და თითქოს აი წმინდა წერილი გვეუბნება, რომ მიუხედავად იმისა, რომ ღმერთმა კაინს აღუთქვა დაცვა, კაინი რაღაცნაირად აი ფსიქოლოგიური, აი როგორც კვლელი ამ ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ იწყებს ცხოვრებას და ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ის. წმინდა წერილი გვეუბნება, რომ კაინმა დაიწყო ქალაქის შენება. აი ეს არის პირველი ნიშანი, პირველი გამოხატულება წმინდა წერილში ქალაქის შენებისა და ძალიან საინტერესოა თვითონ წმინდა წერილის დამოკიდებულება ქალაქის შენებასთან დაკავშირებით. აი ზოგადად რო გადავავლოთ თვალი, წმინდა წერილი გაორბის ქალაქსა და მის მაცხოვრებლებს. აი ვინმეს თუ გამოირჩევს, ხო, ქალაქიდან გამოირჩევს, ქალაქიდან აახეტიალებს და ის არის მისი რჩეული. ახლა როგორ არის ისიც, აი თუ დავაკვირდებით წმინდა წერილის თხრობას, აი ეს ღვთისაგან გამორჩეული თუ კი მიუახლოვდება ქალაქს, თითქოს და თხრობა იძაბება, თითქოს აი კულმინაცია იკვრება. რაღაცა უნდა მოხდეს, ახლა თუ ეს რჩეული შევა ქალაქში, მაშინ ღმერთს დაეკარგება. მაგრამ თუ ჩაუვლის ქალაქს და არ შევა ქალაქში, მაშინ გააგზელებს იმ გზაზე სიარულს, რომელიც გზაზეც ღმერთმა აახეტიალა ის შესაბამისად. დამოკიდებულება წმინდა წერილს აქვს ცოტა ესე დისტანციური. არ მოსწონს ქალაქი და არ მოსწონს ქალაქში მაცხოვრებელი. აი ამ დამოკიდებულებას წმინდა წერილი იცვლის, მას შემდეგ რაც ისრაელი შედის ახლმიწაზე, განსაკუთრებულად სხვა დამოკიდებულებას ხვდებით, როდესაც იწყებს წმინდა წერილი საუბარს ქალაქ იერუსალიმზე. იერუსალიმი არის ის, რომლის შემდეგაც უკვე წმინდა წერილი ქალაქს სხვანაირად შეხედავს. ხა რა არის ამისი მიზეზი? მეგობრებო, ქალაქი, რომლის შენებასაც იწყებს კაინი, ებრაული ტერმინიდან რო ავიღოთ, ხო? ეს ქალაქი ნიშნავს გამაგრებული კედლებითა და კოშკურებით წარმოდგენილ რაღაც ფორტიფიკაციულ ნაგებობას, რომელიც დაცულია შემოსევებისაგან და ასე შემდეგ. ანუ არის რაღაც ჩაკეტილი სივრცე. აი კაინი აშენებს რაღაც ჩაკეტილ სივრცეს, ქმნის რაღაც ჩაკეტილ ცივილიზაციას. აი იერუსალიმთან დაკავშირებით, იერუსალიმიც ასეთი ვერცხელკედლიანი იყო, კონგურებით სავსე იყო, კოშკები ჰქონდა, თავისთავად ხალხი იერუსალიმი ამის გარეშე ვერ იქნებოდა, ის ძნელად საწნომიც იყო, მაგრამ იერუსალიმის შინაარსში არისო ჩაკეტილობა, იერუსალიმი უნდა იყოს ის, სადაც უნდა მივიდეს სოფლიოს ყველა ხალხი, საიდანაც მთელ სოფლიოს ამოუწყინდეს სიხარული და წყალობა ღვთის. ამიტომ იერუსალიმამდე ქალაქში მაცხოვრებლობა სხვა შინაარსითაა წარმოდგენილი წმინდა წერილში, ხოლო უკვე იერუსალიმი ამ შინაარსს სხვა კუთხით იმემკვიდრეობს, სხვა კუთხით წარმოაჩენს და ამიტომაც დამოკიდებულება იერუსალიმთან დაკავშირებით და იერუსალიმის შემდგომ შეიცვლება წმინდა წერილსა ქალაქთან დაკავშირებით. ახლა კაინსო დაუბრუნდეთ, ხო? იწყებს ქალაქის შენებას. ახლა ჩვენ წინა ლექციაზე, როდესაც საუბრობდით კაინთან დაკავშირებით, თქვით, რომ კაინი არის მიწის მუშაკი და საკმაოდ გენიალური პიროვნება, რომელსაც შეუძლია ბუნების კანონების გამოკვლევა, გამოძიება, მისი დამორჩილება, სასიკეთოდ მოხმარება, გამოყენება და ასე შემდგომ და ასე შემდგომ. აღმოჩნდა, რომ კაინი მარტო მიწის ჩიჩქნით არ არის და მიწის დამუშავებით არ არის ცნობილი. კაინი გენიალური არქიტექტორიც გახლავთ, მას შეუძლია საკმაოდ დიდი მშენებლობის წარმოწყება და თუ კი ყურადღებას მივაქცევთ შემდგომ თხრობას, აღმოვაჩენთ, რომ ამასთან ერთად კაინი გახლავთ გენიალური იდეოლოგიც, რომელიც მთელ იდეოლოგიას თავაზობს. ცივილიზაციას, ქმნის ცივილიზაციას, რომელიც ამ იდეოლოგიაზე დგას და რომელიც საკმაოდ მყარად და მძლავრად არის წარმოდგენილი. ახლა რაშია საქმე? წმინდა წერილში წერია, რომ კაინს შეეძინა ძე ენოქი. განა მარტო ენოქი შეეძინა. ენოქი შეეძინა და ბევრი სხვა ძეც შეეძინა კაინს. მაგრამ წმინდა წერილი გვეუბნება ამ ძეებიდან იმის სახელს, რომლის სახელითაც შეიძლება კაინის შვილის ეპოქა დახასიათდეს. ანუ რაც ნიშნავს სახელი ენოქი, აი ისეთი ეპოქა მოვიდა კაინის შემდგომ თაობაში. კაინის შვილის თაობა ენოქისნაირი თაობაა.
რას ნიშნავს ეს სიტყვა ენოქი? ნიშნავს აღზრდილს. და ამ სახელს დაარქვეს კაინი თავის ქალაქს, პირველი ქალაქის სახელი ენოქია. ამით წმინდა წერილი გვეუბნება, რომ ის ცივილიზაცია, რომელიც ცივილიზაციაც ახლა არსებობას იწყებს და გაძლიერებას იწყებს და განვითარებას და გამრავლებას იწყებს, ამ ცივილიზაციის გარიჟრაჟზე პირველივე თაობა კაინის სულით აღზრდილი თაობა გვყავს. ანუ ეს არ არის თაობა უკეთესი, ეს არის თაობა კაინისნაირი. და ჩვენ თუ გავიხსენებთ იმას, რომ ადამიანი დინამიური არსება, ის ვერ იქნება ერთ ადგილას გაჩერებული, ის არ ვითარდება, ის არ პროგრესირდება, ან რეგრესირდება. მაშინ ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ თუ კი ის კაინის სულით არის აღზრდილი და არაფერი სასიკეთო არ არის ამ თაობაში, ჩვენ მივიღეთ კაინის შემდგომ კაინზე მძიმე და უარესი თაობა. აი სწორედ ეს თაობა არის, ის თაობა, რომლის დროსაც გასრულდება ამ ქალაქის მშენებლობა და ეს არის ის თაობა, რომელიც თაობითაც ხასიათდება კაინის ცივილიზაცია, კაინის სულით აღზრდილი ცივილიზაცია იწყებს არსებობას, რომელიც თავისთავად ცხადია, თავისი რაღაცა ნიშნებით ხასიათდება, მაგრამ ჩვენ უმთავრესი მახასიათებელი გვაინტერესებს მისი, რომლის შესახებაც ცოტა მოგვიანებით ვიტყვით 2-3 სიტყვას. ენოქს შეეძინება შვილი, რომელსაც დაარქმევს ყირაც. ეს ყირადი ნიშნავს რას? ხო თვითონ სიტყვას მიგვინიშნავს დაყირავებას, ამობრუნებას. და წმინდა წერილი გვეუბნება, რომ შემდეგი თაობა არის თაობა, რომელიც კაინის ცივილიზაციაში დაყირავდა, ამობრუნდა, ანუ კიდევ უფრო დიდი რეგრესი შეინიშნება ამ ცივილიზაციაში, კიდევ უფრო მეტად ქვედასვლა შეინიშნება, ამოყირავება შეინიშნება, რაც თავის თავში იგულისხმობს ასევე ღირებულებათა სისტემის სვალებადობას, მის, ასე ვთქვათ, ამოყირავებას, ამობრუნებას, შეცვლას, შეტრიალებას უარესისაკენ და შესაბამისად აი ამ ნიშნით ვიხასიათდება კაინის ცივილიზაცია. იქ შემდგომ არის კიდე რამდენიმე სახელი წარმოდგენილი, რომელიც შესახებაც თხრობით ახლა თქვენ დროს არ წაგართმევთ, უბრალოდ კაინის ცივილიზაციის თხრობის მიმწუხრისას, არა თვითონ კაინის ცივილიზაციის არსებობის, არამედ თხრობის მიმწუხრისას, იმიტომ რომ ამაზე მეც კაინის ცივილიზაციაზე ხაზგასმულ წმინდა წერილი აღარაფერს იტყვის, ამით ასრულებს კაინის ცივილიზაციის შესახებ საუბარს, არა იმიტომ რომ კაინის ცივილიზაცია დასრულდა, არამედ იმიტომ რომ მეტი სათქმელი აღარ აქვს არაფერი ბიბლიას, რატომ ამას ახლა ვნახავთ, ესე იგი ამ ცივილიზაციაში წარმოდგენილი არის პიროვნება, რომელსაც ქვია ლამექი, ლამექი ნიშნავს სისუსტეს და წმინდა წერილი გვეუბნება, რომ ეს ცივილიზაცია დასუსტდა. კაინის ცივილიზაცია არის სუსტი ცივილიზაცია, დაყირავებული ცივილიზაცია. მოდი ვნახოთ ერთი ბიბლიის ენათმეტყველებაზე, რას ნიშნავს სუსტი ცივილიზაცია. რა არის სისუსტე ბიბლიისათვის. აი ამ ლამექს ყავს 4 შვილი. პირველ შვილს ქვია იაბალი. ის გახლავთ მეკარვეთა და მეჯოგეთა მამა. ანუ გამომგონებელი. და ისმის კითხვა. როგორ არის იაბალი გამომგონებელი, როდესაც წყემსი იყო აბელი? რა გამოიგონა აბა ამან? აბელი უკვე მწყემსია. ეს მისი გამოგონილი არ არის, მაგრამ წმინდა წერილი ამბობს, რომ იაბალმა რაღაცა გამოიგონა, რომელიც აი ამ წყემსობაზე, მეჯოგეობაზე და მეკარვეობაზეა დაფუძნებული. და ფიქრობენ მეგობრებო, რომ იაბალმა გამოიგონა აი ამ მეკარვეობით, ამ მეჯოგეობით, ამ წყემსობით ფინანსური სარგებლის მიღება. ადრე ვიცით ხო, ეს ბარტერული გაცვლები იყო, საქონლით ხდებოდა ყიდვა და შესაბამისად აი ფინანსური სარგებლის მიღება, ანუ წმინდა წერილი გვეუბნება, რომ ეს დალამექებული, ანუ დასუსტებული ცივილიზაცია ფინანსურად და ეკონომიურად საკმაოდ ძლიერი. მეორე შვილს ქვია იუბალი, აქედან სიტყვა იუბილე, მეჩაგეთა და მესტურეთა მამა, ანუ გამომგონებელი. ანუ სხვაგვარად რო ვთქვათ, ამ ცივილიზაციაში, რომელიც ფინანსურად დაწინაურებული და ეკონომიურად ძლიერია, ამ ცივილიზაციას აქვს კულტურული დომინირების პრეტენზია. იქ იქმნება რაღაცა და ეს არ არის კულტურად განუვითარებელი სივრცე. რაღაცა თავისი კულტურა ახასიათებს მას. მესამე შვილს ქვია თუბალკაინი, რვალისა და რკინის იარაღის გამომგონებელი. იარაღში ამ შემთხვევაში იგულისხმება როგორც სამხედრო, ასევე სასოფლო-სამეურნეო იარაღი. და ნახეთ როგორ არის, რომ აღმოჩნდა, რომ აი ეს დალამექებული, ანუ აი ეს დასუსტებული კაინის ცივილიზაცია, რომელიც ფინანსურად ძლიერია, ეკონომიურად ძლიერია, კულტურულად დომინირების პრეტენზია აქვს, ამავდროულად ტექნოლოგიურადაც განვითარებულია და სამხედრო თვალსაზრისითაც ძლიერია. და მეოთხე შვილი, ნოომა, ეს ქალია და ზოგადად
ბიბლიურ გენეალოგიურ ნუსხებში, როდესაც დედაკაცია მოხსენიებული, იმ დედაკაცის სახელის თქმით ბიბლია მთელ ეპოქას წარმოგვიდგენს ხოლმე. აი რაღაცა იმ სახელს რო იტყვის, მსმენელს ეუბნება რომ ყურადღება მიაქცია იმ დროს რა მოხდა. თორე ისე ამ ქალის სახელს არ დაწერს თავის ნუსხაში, გენეალოგიურ ნუსხაში. ამიტომაც რადგან ამ ჩამონათვალში იხსენიება ეს ქალიც და იხსენიება იმ ძმების გვერდით, რომლებიც სულ ყველანი რაღაცის შემოქმედები, რაღაცის გამომგონებელი იყვნენ, ფიქრობენ რომ ნოამაც მათ გვერდით მათნაირად რაღაცის გამომგონებელია. ნოამა თვითონ სახელი ნიშნავს მიმზიდველობას და ფიქრობენ რომ სწორედ ნოამას უკავშირდება საროსკიპო ინსტიტუტის დაწესება და სწორედ მისგან იღებს ის სათავეს. აი ხა დაუკვირდეთ რა არის კაინის ცივილიზაციის სისუსტის ნიშნები, ანუ ლამექობის ნიშნები. ცივილიზაცია არის ფინანსურად წელში გამართული, ეკონომიურად ძლიერი, კულტურულად დომინირებადი, ტექნოლოგიურად განვითარებული, ძლიერი სამხედრო პოტენციალის მქონე და აქ ადამიანის ვნებების დაკმაყოფილებისათვის კეთდება ყველაფერი. ნახეთ ძლიერების ნიშნები, რომელიც წარმოდგენილია წმინდა წერილში დღევანდელი პარამეტრებით, ის ბიბლიისათვის სისუსტია. არ არის ეს ძლიერება ბიბლიისათვის, სისუსტია ეს ბიბლიისათვის. და მოდი ვნახოთ რატომ. მოდი ყურადღება მივაქციოთ, რატომ ვინაიდან ეს არ უნდა იყოს გარკვეულწილად გაუგებრობის მიზეზი. და აი დავსვათ კითხვა, უნდა ესწრაფოდეს თუ არა ცივილიზაცია იმას, რომ იყოს დიდარი, პასუხი არის ცალსახა, უნდა ესწრაფოდეს. უნდა ესწრაფოდეს ცივილიზაცია იყოს კულტურულად დომინირებადი, თავისთავად ცხადია უნდა ესწრაფოდეს. უნდა ესწრაფოდეს ცივილიზაცია იყოს ტექნოლოგიურად განვითარებული, თავისთავად ცხადია უაღრეს და დადებითი მოვლენაა. უნდა ისწრაფოდეს ცივილიზაცია იმისკენ რომ იყოს ძლიერი და სამხედრო თვალსაზრისით დასული და მტრის არ ეშინოდეს. თავისთავად ცხადია უნდა ისწრაფოდეს. ეს ყველაფერი ცივილიზაციის განვითარებისათვის არის აუცილებელზე აუცილებელი. არავინ არ ეწინააღმდეგება ამას, არავინ არ აკრიტიკებს ამას. აი დავით მეფსალმუნე, როდესაც სამეფოს აძლიერებს, ის სახელმწიფო ინსტიტუტებს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს. ისრაელი მდიდარი იყოს, ისრაელი ძლიერი იყოს, ისრაელი გავლენიანი იყოს. და ეს დადებითი მოვლენაა ბიბლიაში, უარყოფითი კი არა, სრულიად დადებითი. მაგრამ რატო არის ეს სისუსტე ბიბლიისათვის, თუ კი ეს დადებითია, ეს კარგია, სუსტია რატო ამბობს ბიბლია ამ ცივილიზაციაზე? მეგობრებო, საქმე ის გახლავთ, რომ ჩვენ საუბრობთ კაინის ცივილიზაციაზე, აი იმ სივრცეზე, რომელსაც აი ეს დადებითი გამოვლენებები, ეს დადებითი მოვლენები დაფუძნებული აქვს ადამიანურ შესაძლებლობებზე. დაფუძნებული აქვს ადამიანის რაციონალურ შესაძლებლობებზე, გონების შესაძლებლობებზე. ყურადღება მივაქციოთ ამას. თვითონ ეს კი არ არის სიცუდე, რაც ამ ცივილიზაციას აქვს, ეს სიკარგეა. მაგრამ ამის იმედზე ცივილიზაციის ყოფნა, ცივილიზაციას ძლიერად კი არა, ცივილიზაციას სუსტად წარმოაჩენს. აი ამის თქმა უნდა ბიბლიას. ანუ ბიბლია კი არ კიცხავს ცივილიზაციის ამონაპოვრებს, არამც და არამც. უბრალოდ ბიბლია მიგვითითებს, რომ ის რაც ძლიერება გონია, აი ამ ცივილიზაციას სინამდვილეში მის სისუსტეს წარმოადგენს. სუსტია ეს ცივილიზაცია, რატო? იმიტომ რომ მისი ფასეულობათა სისტემა, მისი ღირებულებათა სისტემა ეფუძნება არა გამოცხადებით ჭეშმარიტებას, არამედ აი იმ იდეოლოგიას, რომელიც დასაბამს იღებს ძმის მკვლელი მამამთავრის, კაინის პერსონისაგან. ამით არის ის სუსტი. ის ვითარდება, ის ძლიერდება, მაგრამ დგას სისუსტეზე. ანუ ამან არ უნდა მოატყუოს ცივილიზაცია, ამან არ უნდა მოატყუოს საზოგადოება, რომ ძლიერია ის, ვინც მდიდარია, ძლიერია ის, ვინც სამხედრო თვალსაზრისით ძლიერია, ძლიერია ის, ვისაც რაღაცა პრეტენზიები აქვს. ძლიერი ის კი არა, ვისაც ეს აქვს, არამედ ძლიერია ის, ვისაც ეს ყველაფერი დაყრდნობილი აქვს ჭეშმარიტ გამოცხადებისეულ ღირებულებათა სისტემაზე. იქ არის, ის იმარჯვებს, ის არის უფრო ძლიერი, ვიდრე გარეგნული გამოხატულება და ამიტომაც არის, რომ აი ბიბლიური თხრობის ბოლოში, როდესაც აპოკალიფსის წიგნი განიხილება, ჩვენი გვაქვს და მაცხოვარის მიგვითითებ და ამასთან დაკავშირებით, რომ დევნა გექნებათო. ეს დევნა ხდება ძლიერისაგან სუსტისა. ძლიერი მძლავრობს სუსტზე, მაგრამ ვინ იმარჯვებს ბოლოში? ის ძლიერი, რომელიც მძლავრობდა სუსტს, თუ ის სუსტი, რომელიც იდევნებოდა. წმინდა წერილი გვეუბნება, რომ კრავის ქორწილი იქნება და ეს ჩვენი რწმენის საფუძველია, იშანსვეტია.
რომ ეკლესია გაიმარჯვებს აუცილებლად. სიკეთე გაიმარჯვებს აუცილებლად, სიყვარული გაიმარჯვებს აუცილებლად მოხდება ეს. მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად ის სუსტია და გარეგნულად ძლიერების ნიშნები სხვაგან არის. აი, წმინდა წერილი ამას გვეუბნება ამ შემთხვევაში, რომ გარეგნულად ეს ყველაფერი კარგია და ძლიერებას ნიშნავს, მაგრამ შინაგანი გამოფიტულობის გამო, შინაგანი დასულიერი დაცლილობის გამო, ადამიანურ ძალებზე ორიენტირების გამო და აი ამ ღმერთის შემწეობაზე უარის თქმის გამო ეს ყველაფერი სინამდვილეში სისუსტია და არაძლიერება. ყურადღება მივაქციოთ, რომ კაინის ცივილიზაცია არ არის ათეისტური ცივილიზაცია, კაინის ცივილიზაცია არის რელიგიური ცივილიზაცია. რელიგიურობა ჯერ კიდევ ანიშნავს ჭეშმარიტ აღსარებლობას. იქ რაღაცა მეტია საჭირო და ეს მეტი რა არის ჩვენ ამდენჯერმე ვთქვით და კიდევ ერთხელ გამომიმეოროთ, ეს არის გამოცხადებისეული ჭეშმარიტება. არა ის, რასაც ადამიანური რაციონალური მსჯელობა გვთავაზობს, არამედ ის, რაც გვითხრა ღმერთმა ჩვენ. ისაც გამოგვიცხადა. აი აქ როგორც გითხარით, წმინდა წერილი წყვეტს საუბარს კაინის ცივილიზაციასთან დაკავშირებით, მაგრამ კიდევ ერთი დეტალია, რომელიც აუცილებლად უნდა წარმოვადგინოთ ამ ცივილიზაციის დასახასიათებლად, აი ამ ლამექს ყავს მოყვანილი 2 ცოლი, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ფიქსირდება მრავალცოლიანობა. თითქოს და წმინდა წერილი გვიჩვენებს, რომ აი შედეგი კაინის ცივილიზაციის ღირებულებათა სისტემისა გახლავთ ის, რომ ის ერთგულება, რომელიც ერთი კაცისაგან ერთ ქალს უნდა კონდეს და ერთი ქალისაგან ერთ კაცს უნდა კონდეს, სრულიად დარღვეული ამ ცივილიზაციაში და მამაკაცისათვის დედაკაცი მოხმარების და ტყობის საგნად არის წარმოდგენილი და ძლიერ არის ამით დამცირებული. აი ყურადღება მივაქციოთ, რომ ადამიანის უფლებათა დარღვევის უმძიმესი და პირველი და ფუნდამენტალური შემთხვევა მოხდა სწორედ ღვთისმსახურებისას. ჭეშმარიტი ღვთისმსახურების უფლებები შეილახა და ის იქნა სწორედ მოკლული და აი ახლა აქ აი ამ სულით, ამ კვლელის სულით წარმოდგენილი ცივილიზაცია არის ცივილიზაცია, რომელიც თითქოს და პროგრესულობს, ვითარდება, მაგრამ იმავე დროს როგორ არის უარყოფილი ადამიანური ღირსება, სადაც უკვე ჩვენ ხედავთ ერთი კაცის გვერდით 2 ცოლს. აი აქ ჩვენ გვაქვს ერთი ასეთი ლექსი, რომელთაც ლამექი მიმართავს თავის ცოლებს, ადას და ცილას, რომელიც ისმის ასე: ისმინე ჩემი ლამექის ცოლებო, ყურად იღეთ ჩემი ნათქვამი, ხო მოვკალი კაცი ჩემდა სატკივარა და ყმაწვილი ჩემდა ჭირად, თუ 7 გზის მიეზღებათ კაინის გამო, ლამექის გამო 77 გზის მიეზღებათ. არის გარდამოცემა იმასთან დაკავშირებით, რომ ლამექი როდესაც დაბერდა, ნადირობდა და თავისთან ყავდა სახური ბიჭი, ძალიან საინტერესოა ეს სოციალური ფენა, მსახურია გამოჩენილი უკვე და ასე შემდგომ, ხო? იქ ბუთში რაღაცა გაიფაჩუნებდა, ლამექი რომ მიმართავდა მშვილს, ამას უნდა დაემიზნებინა და ლამექი ისროდა მშვილს და ეს მსახურს ევალებოდა ამ სვეპლის მონადირებული ნადირის მოყვანა. და არსებობს გარდამოცემა, რომ დღეს ნადირობისას ლამექმა მიმართა თავისი მშვილდი, ესროლა მიმართულებით და როდესაც მსახური მობრუნდა, ცუდი ამბავი მოუტანა ლამექს და უთხრა, რომ მათ მოკლეს კაინი, ანუ კაინს ვერ უშველა იმ გამაგრებულმა კედლებმა, რომლის შიგნითაც მისი ცივილიზაცია ყალიბდებოდა და ვითარდებოდა, ის მაინც თრთოდა, ის მაინც დაძრწოდა და ეს კვლელის ლანდი მას სულ დაყვებოდა და როდესაც ლამექმა სახურისაგან გაიგო, რომ მან მამამთავარი კაინი მოკლა, გამწარებულმა ეს ყმაწვილი ხელებში მოიგდო და მოაღჭო და ამიტომაც ამბობს, რომ მოკლა კაცი მის დასატკივარა და ყმაწვილი მის დაჭირად, აი მონკვლელობაზე იმიტომ ამახვილებს ყურადღებას. მაგრამ საინტერესოა ლამექის შემდგომი სიტყვები, რომ თუ კი კაინის კვლელს 7 წელს მიეზღება, მაშინ ლამექის კვლელს 77 გზის მიეზღება. ის მოქადულობა, თუ კი ღმერთი კაინს იცავს, ლამექს ის ცივილიზაციური მიღწევები, რომელიც წარმოდგენილია 77 ჯერ უფრო დაიცავს. 77 ჯერ უფრო ძლიერია ეს ცივილიზაცია და მისი ძალა, ვიდრე ის, რაც ღმერთმა უთხრა კაინს. აი, აქაც კარგად ჩანს სისუსტე ცივილიზაციის არასაყრდნობა, როგორ ადამიანურია ის, როგორ განძარცულია საღვთო წყალობის მოლოდინისაგან და რატომაც ის ეფუძნება სწორედ აი ამ სისუსტეს და აი ამ სიმძიმეს. შესაბამისად, აი აქ არის მეორე მომენტიც, მეგობრებო, ებრაული ტექსტიდან სიტყვასიტყვით რომ წავიკითხოთ ეს 7 გზის. შეიძლება წავიკითხოს არა როგორც 7 გზის, არამედ როგორც 7-ში ან მე-7-ში და აი თუ კი გადავთვლით კაინიდან ლამექამდე, ხო, სწორედ 7 თაობაა გასული და 7-ში ანუ მე-7-ში მოეკითხა კაინს, ასეც კითხულობენ ამას, როდესაც გარდამოცემის თანახმად ლამექმა მოკლა
კაინი, მაგრამ აქ საინტერესო არის არა ეს გარდამოცემა, რომელიც თავისთავად ჩვენ არაფერს არ გვაძლევს. არამედ არის საინტერესო თვითონ რიცხვი 77, რომელზეც აქცენტს აკეთებს ლამექი, რომ 77 გზის მიეზღვება ლამექის მკვლელს და ჩვენ თუ ლუკას ახარებას გადავშლით და იქ მაცხოვრის გენეალოგიას შევავლებთ თვალს, დავინახავთ, რომ სწორედ 77 სახელია წარმოდგენილი, 77 სახელი, რომლის ბოლოშიც მემკვიდრეობა კაინისა, ცივილიზაცია კაინისა ნაცვალგებული იქნება ჭეშმარიტი მეუფის მიერ. ახლა გადავიდეთ მეორე ცივილიზაციაზე, ეს გახლავთ სეითის ცივილიზაცია, რომელიც ვითარდება კაინის ცივილიზაციის პარალელურად. ახლა ამ ცივილიზაციაში, სეითის ცივილიზაციაში ჩვენ არ გვაქვს ისეთი რამ, რომელთაც ხასიათდებოდა კაინის ცივილიზაცია. კაინის ცივილიზაცია ხასიათდება რაღაცის გამომგონებლობით, ხო? იმ დროს, როდესაც სეითის ცივილიზაციაში მსგავსი არაფერია ნათქვამი. რატომ? იმიტომ კი არა გამომგონებლობა არ არის, არამსდარამს, არა. იმიტომ რომ აი ამ შემთხვევაში, სეითის ცივილიზაციის შემთხვევაში, წმინდა წერილი აქცენტს აკეთებს აბსოლუტურად სხვა რამეზე, სულ სხვა მიმართულებით, რაღაც სხვა რამის თქმა უნდა ჩვენთვის, რომელსაც ძალიან დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ სწორედ ჩვენი თხრობის მიმდევრობისას. მეგობრებო, საქმე ის გახლავთ, რომ თავისი არსით მიუხედავად იმისა, რომ აქ არ წერია სეითის ცივილიზაციაში რაღაცის გამომგონებლობა, ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ, ეს განუვითარებელი ცივილიზაცია. არა, თავისთავად ცხადია, არა, თავისი დროის მიღწევებს, როგორც ტექნოლოგიურს, ასევე სამეცნიერო მიღწევებს, ეს ცივილიზაციაც იყენებს, ეს ცივილიზაციაც იზიარებს და ამაში არაფერია მიუღებელი. ამის ყველაზე დიდი მადასტურებელი გახლავთ ის, რომ ამ ცივილიზაციის ბოლოს, სეითის ცივილიზაციის ბოლოს ნახსენები პიროვნება ნოე აგებს ძალიან საინტერესო და დიდი კონსტრუქციის მქონე ნაგებობას, ხომალდის სახით, ანუ კიდობანს. ის ამ კონსტრუქციას ვერანაირად ვერ შექმნიდა, თუ კი არ გაითვალისწინებდა იმ ცოდნას და იმ შესაძლებლობებს, რომელიც მის ეპოქაში არსებობდა. ამიტომ მიუთითებლობა ამ ცივილიზაციაში რაღაცის გამომგონებლებაზე არამსდარამს არ ნიშნავს ამ ცივილიზაციის განუვითარებლობას, არამედ მიუთითებს რაღაცა სხვაზე. ის ვისჭირდება ამ ცივილიზაციის წარმოდგენა წმინდა წერილს კაინის ცივილიზაციის პარალელურად. ამას პირდაპირ ამბობს, როდესაც გვეუბნება, რომ სეითი აბელის წილს შეეძინა ადამსა და ევას. ამით ნათქვამია, მეგობრებო, ის, რომ აბელისნაირი არის ამ ქვეყნად მოსული, ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. იმიტომ რომ კაინმა მოკლა აბელი, მაგრამ კაინმა ვერ მოკლა აბელის სული. კაინმა მოკლა ღვთისმსახური, მაგრამ კაინმა ვერ მოკლა ღვთისმსახურება. ამას მივაქციოთ ყურადღება და ეს განაჩენია, მეგობრებო, რომელიც შენ არ ჩუნდება უკუნისამდე. მაცხოვრის მეორედ მოსვლის წინ ძალიან შემცირებული, ძალიან დევნილი, მაგრამ ღვთისმსახურება მაინც იარსებებს. არ იქნება წამი, არ იქნება გაელვება ამ ქვეყანაზე, რომ ღვთისმსახურება არ იყოს და მისი ჭეშმარიტი ლიტურგია არ აღესრულებოდეს. ესეთი რამე არ იქნება არასდროს. შეიძლება დევნონ, შეიძლება შეურაცხონ, შეიძლება შეამცირონ, მაგრამ ვერანაირად ვერ მოისპობა. ეკლესიას თვისებაში არ აქვს ის, რომ მოისპოს. ის აუცილებლად უნდა იყოს საბოლოოდ გამარჯვებული. ღვთისმსახურება ვერ მოისპობა, ბუნებითად ვერ მოისპობა, ეს გამორიცხული აბსოლუტურად და ეს სეითის პიროვნება ამას გულისხმობს, სწორედ ამას მიგვითითებს წმინდა წერილი, სწორედ რომ მოკლულია აბელი, მაგრამ ვერ არის მოკლული აბელის სული. მოკლულია ღვთისმსახური, მაგრამ ვერ არის მოკლული ღვთისმსახურება. ამიტომ აი ამ ცივილიზაციაში, სეითის ცივილიზაციაში წმინდა წერილს საინტერესოს აი ეს ხაზი, ღირებულებითი ხაზი, ღვთისმსახურებითი ხაზი. ამიტომაც ნაკლებ ყურადღებას, საერთოდ ყურადღებას არ აქცევს რაღაცის გამოგონების შესახებ საუბარს, რომელსაც აკეთებდა კაინის ცივილიზაციასთან დაკავშირებით. ახლა რა არის? ადამს ესე იგი შეეძინა ეს სეითი და ის სეითსაც შეეძინება ძე, რომელსაც ენოში დაარქმევენ და წმინდა წერილში წერია, რომ ენოშის დროს იწყება სწორედ უფლის სახელის ხსენება. ეს რას ნიშნავს, მეგობრებო? ეს ნიშნავს არა იმას, რომ უფლის სახელი დაავიწყოთ, არავითარ შემთხვევაში შეიძლება უფალი დაავიწყოს ადამიანს, უფალი დავიწყებოდა ვინმე სხვას, ეს გამორიცხული აბსოლუტურად. რას ნიშნავს უფლის სახელის ხსენება იწყება? აი, ჩვენ არ გაგვიჩნდა კითხვა ასეთი, რომ თქვათ კაინი და აბელი წინააღმდეგ მსხვერპლს, სად არის ამ დროს ადამი? რატო აწინავს ადამი მსხვერპლს? მათთან ერთად რატო არ დგას ადამი? მეგობრებო, საქმე ის გახლავთ, რომ აი ადრე აი ენოშამდე, ხო? როგორ იყო, იცით? იყო ინდივიდუალური ღვთისმსახურება, ყველას თავის საკურთხეველი ჰქონდა და თავის საკურთხეველთან წირავდა. აი ენოშის დროს იწყება საზოგადო ღვთისმსახურება.
რომ მამამთავარი ყველაზე უპირატესი ვინც არის ის დგას საკურთხეველიდან და მის გარშემო საკურთხევლის გარშემო შემოკრებილი არიან დანარჩენები და ერთობლივად აღასრულებენ ღვთისმსახურებას. აი ენოშის დროს ეს იწყება და ამას ნიშნავს და ამიტომ აკეთებს ამაზე აქცენტს წმინდა წერილს. ახლა აი ამ ცივილიზაციის წევრი გახლავთ მეგობრებო ერთი პიროვნება, რომელსაც ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქცევთ. ეს გახლავთ ყირადი. ჩვენ გვახსოვთ ხო ყირადი იყო კაინის ცივილიზაციაშიც, მაგრამ ყირადი ყავს სეითის ცივილიზაციაშიც. და ნახეთ რას გვეუბნება წმინდა წერილი. წმინდა წერილი გვეუბნება საოცარ რამეს. წმინდა წერილი გვეუბნება რომ ეს ცივილიზაცია, სეითის ცივილიზაცია, რომელიც ღვთისმსახურებით არის წარმოდგენილი, რომელსაც გამოცხადებითი ჭეშმარიტება აქვს დამარხული, განსხვავებით კაინის ცივილიზაციისაგან, რომელიც ცალკე სხვაგან ვითარდება. აი, სეითის ცივილიზაცია დაყირავდა უკვე. კაინის ცივილიზაცია კი არ დაყირავდა მარტო მეგობრებო, არა, სეითის ცივილიზაციას დაყირავდა. სეითის ცივილიზაცია ჩვენ როგორ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, ეს არის სივრცე, კრებული ეკლესია, რომელიც ინახავს გამოცხადებით ჭეშმარიტებას და ემსახურება ჭეშმარიტ ღმერთს. აი ამ სივრცეზე აქ დათქვამი წმინდა წერილს დაყირავდაო. მეგობრებო, ამ დაყირავების შედეგი რა იქნება? ამ დაყირავების შედეგი იქნება ის, რომ სოფლიო მოექცევა კატაკლიზმის ქვეშ, მოვა სოფლიო წარღვნა. ყურადღება მიაქციეთ. სოფლიო წარღვნა არ მოვა იმის გამო, რომ კაინის ცივილიზაცია არის საშინელი და არის დაცემული. კაინის ცივილიზაცია აკეთებს იმას, რასაც უნდა აკეთებდეს, მისთვისაც არის დამახასიათებელი. კაინის ცივილიზაცია არ იწვევს წარღვნას. წარღვნას იწვევს სეითის ცივილიზაციის დაყირავება. ისო ვერ შენარჩუნდება, თავის სიმაღლეზე რო ვერ შეინარჩუნებს თავს. ანუ პრობლემა არის არა კაინში და მის ცივილიზაციაში, არამედ პრობლემა არის სწორედ ამ კრებულში, რომელსაც რაღაცის შენახვა ევალება და ვერ შეინახავს. მაცხოვარი ამბობს, როდესაც მოვა ძეკაცისა, ნახავს კი სარწმუნოებას. ვიზე აქვს საუბარი? ურწმუნოზე არა აქვს საუბარი. საუბარი აქვს ჩვენზე, საუბარი აქვს მორწმუნეებზე. ჩვენ ვიქნებით მიზეზი იმისა, ჩვენი ურწმუნოება, არა ურწმუნოების ურწმუნოება, არამედ მორწმუნის ურწმუნოება გახდება მიზეზი იმ კატაკლიზმებისა, რომლის წინაშეც სოფლიო დადგება. ჩვენ ამას ძალიან დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ მარილს აქვს თვისება და თუ მარილი განქარდება, მაშინ რიდღა უნდა დაიმარილოს. ამას გვეუბნება მაცხოვარი თავის მიმდევრებს სამრამეს ადრის. ეს არის მთაზე დაშენებული ქალაქი, ეს არის ნათელი და ეს არის მარილი. და იმ მარილის თვისება რა არის? მან თუ კვეთა დაკარგა, მაშინ ის, რასაც მარილი უნდა აკეთებდეს, ვეღარ გააკეთებს და ხრწნილება გავრცელდება. რატო? იმიტომ კი არა, იმ ხრწნილების წყაროს ბრალია ეს, არა. ის ხრწნილების წყარო თავის თავში მის გავრცელებადობას გულისხმობს. ის ამას უნდა აკეთებდეს, მაგრამ მარილმა დაკარგა ფუნქცია. მარილი აღარ არის იმნაირი, როგორიც უნდა იყოს და იმით ვეღარ დამარილდება. ამიტომაც, როდესაც საუბარი გვაქვს ჩვენ აი ამ ბოლო დროს ხშირად ისმის ხოლმე ესეთი თემები, ხო რაღაცა აპოკალიფსური პერიოდი, აპოსტასია და ასე შემდგომ და ასე შემდგომ. რისი გამოძახილია ეს? ეს არის გამოძახილი ერთადერთი რამისა. არა ის, რომ სიცუდე ცუდს აკეთებს, არამედ ის, რომ სიკარგეს ვეღარ აკეთებს. კვეთილობა აქ მარილს დაკარგული. და ეს ჩვენთან არის, ჩვენი პრობლემაა და სწორედ ეკლესიამ უნდა იფიქროს და იზრუნოს იმაზე, რომ თავის მეუფეს ემსახუროს იმ ჭეშმარიტებით და ჭეშმარიტებითაც მსახურება, ერთადერთი ჭეშმარიტებით მსახურება მისაღებია მისთვის. წმინდა წერილში სეითის ცივილიზაციაში წარმოდგენილი ყირადი, ეს არის ნიშანი ამ ცივილიზაციის დაყირავებისა და იმისა, რომ მან ვერ შეინარჩუნა სიმაღლეზე თავისი თავი და კაინის ცივილიზაციამდე დაყირავდა. კიდევ ერთი პიროვნება, რომელიც უნდა წარმოვადგინოთ სეითის ცივილიზაციაში, გახლავთ ენოქი, რომლის შესახებაც ახლა ბევრს არ ვისაუბრებთ. 365 წელს იყო ენოქი, რომელიც უფლის წინაშე დადიოდა და წაიყვანა ის ღმერთმა ენოქთან დაკავშირებით. გვაქვს ის, რომ ის არის ცოცხლად წაყვანილი და ელიასთან ერთად ენოქი უნდა მოვიდეს და ასე ვთქვათ, ეს ფიზიკური სიკვდილი განიცადოს და ამხილონ ანტიქრისტე და ეს ენოქი არის პიროვნება, რომელზეც ნათქვამია უფლის წინაშე დადიოდაო ენოქი. ორვინმეზეა ნათქვამი ეს წმინდა წერილში, მხოლოდ სხვაზე არავის არ არის ნათქვამი. ეს არის ენოქი და ეს არის ნოე. უფლის წინაშე სიარული რას ნიშნავს? მეგობრებო, აი, როდესაც ყოველთვის გახსოვს რომ გიყურებს ღმერთი. აი, ღვთის წინაშე გაქვს შენი თავი წარმოდგენილი სულ. და აი, უფლის წინაშე მავალობა ამას ნიშნავს და ენოქი როდენ პერიოდში იბადება, აი, დაყირავების პერიოდში არის.
მოღვაწეობს, როდესაც მთელი სეითის ცივილიზაცია კაინის ცივილიზაციისაკენ დაყერავებულია და ამ დროს ენოქი ამ დინების საწინააღმდეგოდ მიდის და სწორედ ამ საწინააღმდეგოს ხვის დროს აი ღმერთი მას თავისთან სიკვდილ განუცდელი წაიყვანს. ხო ჩვენ უნდა დავსვათ ერთი კითხვა, რატო ყირავდება სეითის ცივილიზაცია? საქმე ეს გახლავთ მეგობრებო, რომ ჩვენ კაინის ცივილიზაციაში როგორც დავინახეთ, კაინის ცივილიზაცია არის ცივილიზაცია, რომელიც ძლიერია, განვითარებულია, მდიდარია, მაგრამ ღირებულებათა რაღაც სხვა სისტემა აქვს. მიუღებელი ყოვლად. ხა სეითის ცივილიზაციაში ასევე არის განვითარება, მაგრამ ღირებულებათა სხვა სისტემაა, რომელიც ღვთისათვის მისაღებია. ისაც ღვთისათვის მისაღებია, გულისხმობს რაღაცა სახის მოღვაწეობას, გულისხმობს რაღაცა აკრძალვებს, გულისხმობს რაღაცა მორალური კრიტერიუმების არსებობას, გულისხმობს რაღაცა მოღვაწეობის ვალდებულებას, რაც არ არის კაინის ცივილიზაციაში. და ყირადის დროს, სეითის ცივილიზაციის წარმომადგენელი ყირადის დროს ჩდება აზრი, თუ კი შესაძლებელია იყოს ძლიერი, მდიდარი, გავლენიანი, ასეთი განვითარებული იმ თავშეკავების გარეშეც, რომელიც თავშეკავებაც სეითის ცივილიზაციის წარმომადგენლებს ახასიათებს, რა აუცილებელია ის? ჩვენც ვიყოთ კაინის ცივილიზაციასავით, ასეთი ცხოვრებით მაცხოვრებელი, ასეთ ღირებულებათა სისტემას ვაზიაროთ, როგორც კაინის ცივილიზაციაშია წარმოდგენილი. ისინი ხო არ იღუპებიან ამიტომ, ჩვენ რატო უნდა დავიღუპოთ? ისინი ხო არ სუსტებიან ამიტომ, ჩვენ რატო უნდა დავსუსტეთ? და ეს ყირადის შემოსვლა სეითის ცივილიზაციაში ამას გულისხმობს, ამ დროს იწყება სწორედ მისი დაყირავება. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანს არ აქცევენ ყურადღებას. რა არის ეს? ეს არის ის, რომ ამ ცივილიზაციის იდენტობის განსაზღვრელი არის არა კაინივით აზროვნება, არამედ არის აბელივით აზროვნება. აი ამ აზროვნების ფორმას დაანებებენ თავს და ღირებულებათა სისტემას რო შეცვლიან და სხვა ღირებულებებს შემოიტანენ და ფასეული რაც არის იმას გაუფასურებენ, სწორედ ამ დროს იწყება ცივილიზაციის დაყირავება. ამ დროს იწყება დაშვება კაინისაგან. ჩვენ გვაქვს ასეთი აპოკრიფი განცდა ქვაბიქვი ამას, სადაც ადამის გარდაცვალების შესახებ არის თხრობა წარმოდგენილი და ადამი, როდესაც სასიკვდილო სარაცხელზე წევს და იბარებს ანდერს, იქ წერია, რომ გაფუცებ თქვენ სისხლსა აბელ მართლისასა. ნუ განეშორებით ამიერ ადგილიდან თანაშთახვალ და აერევით ძეთამად კაინისათ. ანუ ორი რამეა ხო აქ ნიშნეული, აბელის სისხლია საფიცარი და სეითის ცივილიზაცია არ უნდა ჩავიდეს, არ უნდა დაეცეს, არ უნდა აერიოს კაინის ცივილიზაციას. აი რა თხრობა როგორ ვითარდება, იცით? ადამის შემდგომ სეითია სასიკვდილო სარეცხელზე, ხო? სეითის მერე ენოშია სასიკვდილო სარეცხელზე. ანუ აი ეს მიყოლებით არის, მაგრამ დინამიკა როგორია თხრობის, იცით? რაც დრო გადის, უფრო ნაკლები მსმენელი ყავს მამამთავარს, მომაკვდავ მამამთავარს. ანუ ეს დაყირავების პროცესმა რა გამოიწვია ფასეულობების გადაფასება. ისაც ადრე ღირებული და ფასეული იყო, ამ ცივილიზაციაში აღარ არის ღირებული და ფასეული. და ამიტომაც ამ ცივილიზაციის ბოლოს ჩვენ გვყავს მათუსალა, რომელსაც დიდი ლოცვის ზალა ქონდა გარდამოწმებს თანახმად ყველაზე დიდხანს იცოცხლა და გვყავს უკვე კიდევ ერთი წარმომადგენელი, ეს გახლავთ ლამეხი, კიდევ ერთი სისუსტე, რომელიც შობს ძეს, მას დაარქვენ ნოეს ნუგეშს, ამან განუგეშოს იმ მიწაზე შრომისაგან, რომელიც დაწყევლა ღმერთმა და ნოეს მსმენელი უკვე არის ის სამი ძე, რომელიც მას უკვე უნდა დაეხმაროს კიდობნის შენებაში, რადგან ეს ქვეყანა მთლიანად არის წაბილწული და მთლიანად არის გადასარეცხი. ახლა ჩვენი შეხვედრის ბოლოს ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, თუ რა არის ნოეს დღეები. რა ხდება ნოესთან დაკავშირებით, აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ჩვენი საუბარი დავწყოთ ორი ცივილიზაციით და ვასრულებთ საუბარს თითქოს და ერთი ცივილიზაციით. კაინის ცივილიზაციამ შთანთქა სეითის ცივილიზაცია. კაინის ცივილიზაციამ მოახერხა და თავისამდე დაიყვანა სეითის ცივილიზაცია. რანაირად მოახერხა ეს? ეს კი ვთქვით, რომ ღირებულება და გადაფასება მოხდა, მაგრამ ბიბლია ამას კიდევ ერთი საინტერესო ენით გვეუბნება. ბიბლია გვეუბნება ასეთ რამეს, რომ როდესაც გამრავლება დაიწყო ხო ადამიანმა, ნახეს ღვთისშვილება, რომ ლამაზი იყვნენ ადამიანის ასულები და შედიოდნენ მათთან და ცოლად მოყავდათ ვისაც უნდა და აი ეს ქორწინები, ამ შერეული ქორწინების შესახებ არის საუბარი ღვთისშვილებსა და ადამიანის ასულებს შორის.
თავისთავად ცხადია ისმის კითხვა, ვინ არიან ღვთისმშობლები, ვინ არიან ადამიანის ასულები, წინ ვიტყვი მეგობრებო, რომ ძალიან ბევრმა დიდმა ეგზეგეტმა, განსაკუთრებით ძველ ნიკეელებმა და მანამდელმა, თითქოს აი ფეხი წამოკრეს აი ამ ძალიან მძიმე ადგილს წმინდა წერილში არამართებულად განმარტეს ის, მიიჩნიეს, რომ ეს ღვთის ძეებში იგულისხმებიან დაცემული ანგელოზები, სულიერი არსებები, რომლებსაც სექსუალური ურთიერთობა ჰქონდათ ადამიანის ასულებთან და რაღაცა გიგანტებისა და რაღაცა იმათი შობის შესახებ არის შემდგომ დაწერილი და ახალმა ნიკეელებმა, მერე კაბადოკიელი მამებისგან მოყოლებული და უკვე მოგვიანო პერიოდის მამებმა მთლიანად უგულებელ ყოს ასეთი ხედვა, აბსოლუტურად მართებულადაც და მათი ერთიანი და სულად მართებული ეგზეგეზის მიხედვით ღვთისშვილები არიან სეითის ცივილიზაციის მამაკაცები, ხოლო ადამიანის ასულები არიან კაინის ცივილიზაციის დედაკაცები, ანუ მოხდა ღვთისმსახურთა და ადამიანის მსახურთა, ანუ ადამიანის მსახურთა არა კარგი, არამედ ყველაზე უარყოფითი გაგებით, ანუ ღვთის უარყოფელთა ეს იგულისხმება აქ, აი ამათი შერეული ქორწინება, ანუ სხვაგვარად რო ვთქვათ, ღვთისმსახურ მამაკაცებს, ანუ სეითის ცივილიზაციის მამაკაცებს ცოლად მოყავთ კაინის ცივილიზაციის გარყვნილი ქალები და აი ეს მომენტია დაფიქსირებული. მეგობრებო, ყურადღება მივაქცევთ მაცხოვარი ამბობს, რა შევადაროთ ზეკაცის მოსვლა და ზეკაცის მოსვლას ის ადრის ნოეს დღეებს, ერთ-ერთი მაგალითი არის ნოეს დღეები და ჩვენ კარგად უნდა ვიცოდეთ რა არის ნოეს დღეები. ანუ რა არის ნიშანი მაცხოვრის მეორედ მოსვლისა. ზოგი ჩიპებს დაძდებს, ზოგი შტრიხ-კოდებს დაძდებს და რა ვიცი, რაღაცა 1000 ის არის გაუგებრობა, მაგრამ მაცხოვარი რას გვეუბნება, ამას მივაქცევთ ხო ყურადღება. მაცხოვარი გვეუბნება ასეთ რაღაცას, რომ ნოეს დღეებს უნდა მივამსგავსოთ. რა არის ნოეს დღეები? პირველი ნიშანი ნოეს დღეების და გახლავთ კაცობრიობის დაყერავება, ის ყირადი სეითის ცივილიზაციაში რო იყო, რას ნიშნავს ეს? ნიშნავს თურმე ამას, რომ სეითის ცივილიზაციის წიაღში მომრავლდნენ კაინის ცივილიზაციის გაყრული ქალები. ანუ დედა, რომელმაც უნდა გაზარდოს შვილი ღვთისმსახურებისათვის, ამ დედათა რიცხვი მცირდება და ამიტომაც ყირავდება ეს ცივილიზაცია გაირყნა. ჩვენ მერე ვნახავთ ძალიან საინტერესო ამბავს, ისრაელთან დაკავშირებით არის ნათქვამი, ერთ-ერთი მეფე მოგვს ეკითხება, რა უნდა უყო ისრაელს იმისათვის, რომ დაუჯაბნო, ომით ვერ ვაჯობებოდა, როგორ უნდა ვაჯობო ისრაელსო. ეს მოგვეუბნება, ღმერთთან კავშირი დააწყვეტინე ისრაელს და თუ ისრაელმა ღმერთთან კავშირი გაწყვიტა, პერიფრაზია თავისთავად ცხადია, ციტატას არ გეუბნებით. ისრაელი აუცილებლად დამარცხდებაო და ისრაელი აუცილებლად მოისპობა. და როგორ გავაწყვეტინო ისრაელს ღმერთთან კავშირი და ეს მოგვისთავაზობს, გარყვენი. ცივილიზაცია თუ გაირყნა, ის აუცილებლად მოისპობა. ცივილიზაცია თუ გაირყნა, ის აუცილებლად დაეცემა. ცივილიზაცია თუ გაირყნა, ის აუცილებლად დასრულდება. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია ღირებულებათა სისტემა, რომელიც ინახავს სიწმინდეს, სისუფთავეს, რომელიც სიკარგის სახელს უწოდებს და სიცუდეს სიცუდის სახელს უტოვებს. ვინაიდან ამ შემთხვევაში ცივილიზაციას აქვს ერთგვარად სამოძრაო, ერთგვარად ღირებულებითი კომპასი, საიდან უნდა წავიდეს, რომ აი გააღწიოს და თავი არ დაიღუპოს აი ამ კატაკლიზმებისაგან, რომელიც გლობალურ სივრცეში, დღეს გლობალიზაციის ეპოქაში მიმდინარეობს. უნდა გაარყნა ცივილიზაცია იმისთვის, რომ მოსპო. მივაქციოთ ამას ყურადღება, ამიტომაც არის, რომ დღეს ძალიან ბევრი გარყვნილებაზე საუბრობს, არა როგორც გარყვნილებაზე, არამედ როგორც სრულიად დადებით და სასიკეთო მოვლენაზე. გარყვნილებაზე როგორც სიცუნდეზე რო ისაუბროს, იმას ვერ გაავრცელებს. გარყვნილებაზე როგორც სიკარგეზე უნდა ისაუბროს და ასე შეუძლია გაავრცელოს ის. და ყველაზე საშიშია, როდესაც ეს ჩვენი ახალგაზრდობის დროს მომავალი თაობის წინ კეთდება. როდესაც მას ეუბნებიან, რომ ეს სიცუნდე კი არა, სიკარგია. აქ ამისაგან უნდა დავიცვათ ჩვენ უწინარესყოვლისა მომავალი თაობა და ის ცივილიზაცია, რომელიც დღევანდელ დღემდე შეინახა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა ღვთისწყალობით. ეს ჩვენი ცივილიზაცია ამ სიწმინდის, დედის სიწმინდის, ქალის სიწმინდეზე დგას. ის ინახავს ამას, ის იფარავს ამას და ნებისმიერი მცდელობა ეს წარსულს ჩააბარონ, არის მცდელობა, რომ ეს ცივილიზაციას ის ერთობაც, ქართული ერთობა წარსულს ჩააბარონ. თუ ქართულ ცივილიზაციას უნდა ხვალინდელი დღისათვის თავი შეინახოს, ეს სივრცე არის სვეტი ცხოველი, ეს სივრცე არის ის ღირებულებები, რომელი ღირებულებებიც ქრისტიანულმა რელიგიამ მისცა მას.
ეს არის ის აზროვნება, ის ფასეულობათა სისტემა, რომლითაც მან დღევანდელ დღემდე თავისი იდენტობა შეინარჩუნა, სადაც ცუდ-ცუდი ქვია და კარგს კარგი ქვია, სადაც ტერმინები და შინაარსები არ არის აღრეული. ამიტომაც როდესაც საუბრობთ სეეთის ცივილიზაციის დაყირავებაზე, ამ დაყირავების წინაპირობა რა ყოფილა? ამ გარყვნილების მომრავლება სეეთის ცივილიზაციაში. ნოეს დღეების მანიშნებელი გახლავთ გარყვნილების გავრცელება. გარყვნილება როგორ უნდა გავრცელდეს? გარყვნილების სახელით ვერ გავრცელდება. გარყვნილებას უნდა დაარქვას დადებითი მოვლენა, უნდა შეფუთული იყოს, უნდა კარგად იყოს წარმოჩენილი და ისე უნდა გავრცელდეს. ეს არის ძალიან მზაკრული ხერხი ბოროტისა, როგორ დაღუპოს ცივილიზაცია და კაცობრიობა. მეორე, გახლავთ ის, რომ ნოე აშენებს კიდობას. ნოე კიდობას აშენებს არა სადღაც ჩუმად, არამედ ყველას სანახავად. ამბობენ, რომ ნოეს ჩაქუჩის ხმა ქადაგებად ისმოდაო იმ დროინდელ კაცობრიობაში. და მოდიან და კითხულობენ, რას აკეთებს ეს კაცი? რას აშენებს? და ნოე ამბობს, რომ თუ კი არ შეინარებენ და არ გამოსწორდებიან, მაშინ წყლით გადაირეცხება ეს ყველაფერი და რომელი წყლით? წყლით, რომელიც შეიძლება ზეციდანაც კი ჩამოიწყოს და მაშინ კაცობრიობამ არ იცის წვიმა რა არის. მაშინ მცირე ცირკულაციის ხარჯზე ირწყვებოდა დედამიწა, წვიმა ზეციდან ჩამოსული წვეთი არ არსებობდა, წვიმა არ იყო ჯერ მოსული. ეს სამოთხისეული მდგომარეობა ჯერ კიდევ შენარჩუნებულია და ეს გარსი ჯერ კიდევ ააკრავს ამ ჩვენ დედამიწას, რომელიც ამ ტენიანობას, ჭარბტენიანობას და მაღალ ცირკულაციას არ უშვებს დედამიწაზე. და უყურებენ ნოეს და გაკურებული არიან, არ იცის კაცობრიობამ, იმდროინდელმა მეცნიერებამ არ იცის მსგავსი რამე, რომ ზემოდან წყალი ჩამოისხას და დასცინიან ნოეს. მასხად იგდებენ ნოეს. აგერ პროგრესული კაცობრიობა წყალებში პროგრესული, რომელიც დაღუპვისკენ მიდის და გაუგებარი ნოე, რომელიც ღმერთისკენ მიდის. მივაქციოთ ამას ყურადღება. ვინ გადარჩება? კაინის ცივილიზაციამ შთანთქა სეეთის ცივილიზაცია. დააყირავა ის, აჯობა მას, მაგრამ ვერ გაიმარჯვა მასზე. ნოე შევა კიდობაში. ნოე გადარჩება თავის ოჯახთან ერთად. და ეს კაცობრიობა წაელეკება წყლით, იმ წყლით, რომლის მოსვლაზეც დასცინოდნენ, რადგან მათ მეცნიერულ მიღწევებს მსგავსი რამე არ ქონდა გაგონილი და არ ქონდა დამტკიცებული. ამიტომაც მეორე ნიშანი ნოეს დღეებისა გახლავთ ურწმუნოება. დაცინვა და აბუჩა დაგდება ყველაფერი იმისა, რაც ღირებულს და ფასეულს წარმოადგენს. ეს ორი ნიშანი გარყვნილების გავრცელება და ურწმუნოების გავრცელება. ეს ორი რამ არის ის უპირობო ნიშანი, რომელზეც მაცხოვარი მიუთითებს თავის მეორედ მოსვლაზე. წმინდა წერილში საოცარი ამბავია ნაუწყები იმასთან დაკავშირებით, რომ მოვა წარღვნა და მხოლოდ 8 სული გადარჩება კიდობაში შესული და მთელი ეს ცივილიზაცია, როგორც კაინის, ასევე დაცემული სეეთის ცივილიზაცია, რომელიც სახელს ატარებდა მხოლოდ სეეთისას და შინაარსი მთლიანად გამოსული ქონდა, გადაირეცხება და წარსულს მიეცემა. გადარჩება ნოე, გადარჩება ეკლესია, გადარჩება ის ღირებულება, გადარჩება ის ხსოვნა ჭეშმარიტებისა, რომელიც ნოემ შეიტანა კიდობაში. მეგობრებო, საუბრობენ იმასთან დაკავშირებით, რომ ნოეს უდიდესი დამსახურება ის, რომ როდესაც კიდობრიდან გამოვა ნოე, ნოეს სახით გადარჩება კაცობრიობა და გახდება ერთგვარი მეორე ადამი არა მესიანური თვალსაზრისით, მაცხოვარს მიეკუთვნება მხოლოდ, არამედ ისტორიული თვალსაზრისით, როგორც ადამიანისგან გამრავლდა კაცობრიობა, ახლა ნოესგან უნდა გამრავლდეს კაცობრიობა. მაგრამ არა ამაზე მეც ხედავთ ჩვენ წმინდა წერილის თხრობაში. ჩვენ ხედავთ, რომ ნოემ გადაარჩინა არა იმდენად კაცობრიობა, რამდენადაც ნოემ გადაარჩინა ჭეშმარიტი ღვთისმსახურება. ცოდნა ჭეშმარიტების შესახებ ნოემ გადაარჩინა ხსოვნა გამოცხადებითი ჭეშმარიტებისა და სწორედ იმიტომ, რომ ეს გადარჩა, ამის გამო გადარჩა კაცობრიობაც, კაცობრიობამ დაიტოვა არსებობის შინაარსი. დაიტოვა ჭეშმარიტ ღვთისმსახურებაში, რომელიც ნოესა და მისი ოჯახის სახით, როგორც ეკლესიის სახით, კვლავ გამოჩნდა დედამიწაზე. დიდი მადლობა ყურადღებისათვის. ახლა გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.